სტელის ქუჩაზე მოსახლეობა შველას ითხოვს. აქ მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, რომელსაც ახორციელებს კომპანია ძველი ქუჩა. მშენებლობის დაწყებისთანავე ირგვლივ იტალიურ სახლების საძირკველს გაუჩნდათ ბზარები, ნაპრალები, ჩამოინგრა საძირკველი, რა დროსაც მოსახლეობამ პროცესის დაწყებისთანავე მიმართეს შესაბამის უწყებებს და კომპანიას, რომ აინაზღაურებინათ მათი ზარალი და მომხდარიყო მათი სახლების რეაბილიტაცია, თუმცა მხოლოდ ერთ მოსახლეს დაუკმაყოფილა კომპანიამ ეს მოთხოვნა და დაიწყეს ამ ერთი მეზობლის სახლის დემონტაჟი, რა დროსაც ჩაერთო კომპანია Revildapi ამ დემონტაჟის პროცესში და მათ სრულიად უკანონოდ სხვა მეზობლებთან შეთანხმების გარეშე ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს საერთო კედელი. სწორედ ამასთან დაკავშირებით ითხოვს მოსახლეობა შველას, რადგანაც მათი დასტურის გარეშე შემოიჭრნენ მათ პირად სივრცეში და ჩამოანგრიეს კედლები. ახლა მათ სახლში ცხოვრება არის სრულიად წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე ისინი ითხოვენ შესაბამისი უწყებებიდან მოხდეს დროული რეაგირება. მათ დარეკეს პოლიციაში და ამ ეტაპისთვის Revildapis დირექტორი გადაყვანილი არის გამოკითხვაზე. ამ ეტაპისთვის უცნობია თუ რა შედეგს გამოიღებს პოლიციის ჩართულობა, თუმცა მერიის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია ამდენი ხნის განმავლობაში ამ პრობლემაზე და სწორედ ამას მოითხოვს მოსახლეობა, რომ დროული რეაგირება მოხდეს შესაბამისი უწყებებიდან. დაგვაგრია ორივე ერთმა მშენებლობამ სასტუმრომ ლევან ახვლედიანმა ის დააკმაყოფილეს, მიერ დამაკმაყოფილეს. მაქვს საერთო საზიარო კედელი ამ მეზობელთან და მას აქვს ნებართა არქიტექტურის მიერ გაცემული, რომ მას შეუძლია ჩამოშალოს ეს საერთო საზიარო კედელი. მარტო მე არ ვარ 9 ოჯახი აქ, ყველას გარეშე მიიღო ეს ნებართა, რომ საერთო საზიარო კედელი მოხსნას და ააშენოს შიმშილაშვილის სახლი, მაია შიმშილაშვილის სახლი. მიმართავ კალაძეს, განიხილოს რა ხდება მის სტრუქტურაში, როგორი, რავი, კორუფცია, მე ესე ვფიქრობ, გამოიძიოს, არ არის ის რომ ვიღაცას ესე მისცე საბუთი და არ იცოდე იქ საერთო საზიარო კედელი რომ არის არ შეამოწმო. აიყვანა პატრონმა ახლა ის კაცი დაკითხვაზე და ვინც არის მშენებელი დამშნელი დემონტაჟის კომპანიის დირექტორი ვინც არის და არ ვიცი, აი არაფერი არ ვიცი რა უნდა ვქნა. შიშის ქვეშ ვცხოვრობ და რაღაცა ხმას რო გავიგებ, ყოველთვის გამოვდივარ და რაღაცებს ვამოწმებ და არ შეიძლება ეს ახლა ესე ძალმომრეობაზე ხო არ არის ბოლოს და ბოლოს რაღაც ხომ არსებობდეს რეალურ დასკვნაზე და დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები. თუ გვაქვს ჩვენ სამხარაულის დასკვნა, რის საფუძველზეც ეს კედელი არის საერთო და ისედაც ფიზიკურად ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს კედელი არის საერთო და საერთოდ გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაციის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე ადამიანი იუწყება, რომ ეს არის მხოლოდ მისი კედელი, ანუ რა გამოდის, რომ ნანა ლურსმანაშვილმა თავის დროზე ეს სახლი იყიდა კედლის გარეშე, ანუ სამი კედელი აქვს, ეხლა ამ სახლს თუ აი გაუგებარია ჩემთვის. მედითი ნაბიჯები გჭირდება სასწრაფოდ. ამ კედლის დაშლა იქნება კრიტიკულად დამღუპველი ჩვენთვის რა. საძირკველია შერყეული, როცა დაიწყო სულ პირველად აი სასტუმრო ჰილტონის მშენებლობა და ჩვენ სახლში რომ მოვედით, კარი ვერ გავაღეთ. დაგჭირდა ჩაჭრა იმ კარის. ესე იგი რა ხდება, ხო? საძირკველია სერიოზულად დაზიანებული. ისედაც ყველანაირად შერყეულია და დღემდე ვიბძვით სიმართლისთვის და რა ვიცი, იქნება დაგვეხმაროთ. სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს 2019 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მათ არაერთხელ მიმართეს მერიას და შესაბამის უწყებებს დასახმარებლად, თუმცა მათი მხრიდან შედეგი იყო ნული. აქ რამდენიმე მოსახლე კვლავ აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა მათ არ იციან, როდის დადგება სავალალო შედეგი, რადგან ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ არსებული ვითარებიდან გამომდინარე.